ხო და იბერიაზე შანსებზე. ხო, იბერიას აქვს ძალიან კარგი შანსი. რაც ქოროს აღარ ათამაშებენ, გადაწყვიტეს რომ უკვე გუნდზე რომ მოკვეთონ და მეორე გუნდში აღარ ვარჯიშობს, წინ წავიდა გუნდის კი, მეც ვფიქრობდი რომ ეგრე იქ მოხდებოდა. საერთოდ ჩვენს თუ გავაგდებთ აქედან, ოღონდ ნაკლები შანსია რომ პროპაგანდის ხორბლები აღმოჩნდეს. ჩემი აზრით მაგის ბრალია ძალიან ბევრი რამე. ეგრეა. ბატონ ტარიელსაც მე უთხარი რომ ქორო ჩახსენებდი. ხო და იბერიას აქვს ძალიან კარგი შანსი, ეს ალბათ უმეტესობამ იცით კიდეც, მაგრამ ნუ მაინც აღნიშნოთ რომ რა მოგვიტანა ნანატრმა ერთი ეტაპის გადალახვამ. კი, რამხელა შესაძლებლობა გაიხსნა. ბოლო-ბოლო დრო რომ მოვიტანა რომ გადალახა ქართულმა კლუბმა ეს პირველი ეტაპი, ეხლა კი გავარდებით ალბათ მეორე ეტაპზე, იმიტომ რომ წავაგეთ სახში თან 0-2. და კლასიკური თამაში იყო, რაც მინაღრას მთელი ცხოვრება უყურებს ქართული გუნდების გამოსვლევა ტურნირებზე, კლასიკური შემთხვევაა. გული დაგწყდება. ხანუ, გული დაგწყდება. ბიჭო, მომენტა ეხა ამათ როგორ წავაგეთ, მაგრამ წაგიყვანეს ძალიან მარტივად. ჯერ რანერი გოლები განუ რა ვიცი, ხა ის მაკარტელა კაი იყო, მაგრამ პირველი გოლი გაუშვით რაღაცა უიოლეს შემთხვევაში სტანდარტული. ხო? მე რამდენი მომენტი იქით რაღაცა დასანანი თამაშგარის, მაგრამ აი თავდაჯერებულობა, აი რაც აკლია რა. ხო, გაუქმებული, აი თავდაჯერებულობა რა, აი რაც ქონდა პატრიცემული აია ტურეს. აი როგორ წყნარად ისე დინჯად თითქოს ტექნიკა ჩვენია რაღაცა აი სისხარტე ხალასით აი ხო აი საერთოდ არ გაქვს ეგ გამოცდილება და მარტივად მოხდა ის რომ იმიტომ რომ ახლა სლოვანი ჩემპიონთა ლიგაზე იყო შარშან და შენ არსად არ იყავი. კი ბატონო. თუმცა ამ აქედან გამოვარდა ნიშნავს იმას რომ იბერია გადავა ევროპა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე ქართულ გუნდს დიდი ხანია რომ თამაშია. და შეხვდება იქ დიდი ალბათობით, იმიტომ 0-4 წააგო პირველი თამაში ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონ ლარნეს. მე მგონია რომ ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონს უნდა მოუგოს საქართველოს ჩემპიონი. იმიტომ ჩრდილოეთ ირლანდიას აქვს აბსოლუტურად მიუხედავად იმისა რომ ლინფილდი ჯგუფში შევიდა იქ მე მგონი ევროპა ლიგისაც არათუ კონფერენს ლიგის და ითამაშა რა. მაინც რა ჩრდილოეთ ირლანდია სამოყვარულო ჩემპიონატია. მოყვარულები თამაშობენ. არ არის პროფესიონალური. ხო. როგორც მინიმუმ თუ შეიძლება როგორც მინიმუმ ნახევრად სამოყვარულო არის. მოყვარულების იყო. აი ლინფილდს ხო ვეთამაშეთ იმაში. დინამოს თავარი ჩვენი პირველი მეტოქე და სკანდალი ხომ აქედან იყო ლინფილდს რომ აქ მოუგეთ და მე თურქიმსაც საათები აჩუქა ვიღაცა და ჩაწყობილი იყო რომ მოგვკვეთეს და მე იყო მე მახსოვს კრუზეიდერსი ეგეთი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ასევე ჩამოვიდა დინამოსთან სათამაშოდ 99-ში ან 2000-ში ან 2001-ში რა სადაც ეგრე და სარბიელში იყო ინტერვიუ კრუზეიდერსის მწვრთნელთან რომელმაც იკითხა ხა მაშინ ინტერნეტი არ იყო ისე და სტადიონიო თქვენიო ჟურნალისტი ეკითხება რომ გაივსებაო ხალხო როგორ ფიქრობთ და ჩვენმა ქართულმა ჟურნალისტმა უთხრა რომ ეს გასარბიელს შეწერა ეს დიალოგი რომ არა ალბათ გაივსებაო რა იმიტომ რომ ძნელია ამდენი ხალხი მოვიდეს და რამდენი მაყურებელი ეტებაო მაშინ თან არ იყო რეკონსტრუქცია შეტარებული და 70000-იო თუ რაღაც რო უთხრა თუ 80-მდე იყო მაშინ ეს ტიპი გაგიჟდაო ყბა ჩამოვარდაო რა და ასე ვიყურებ და კაი ხანა მაკხელა სტადიონზე თამაშობს დინამო, იმიტომ ჩვენ თამაშობთ რა 3000-იანზე. რაღაცა და ეგონო შენც ეგეთს თამაშობდი და ახლა ვერ წარმოედგინა, იმიტომ რომ აიცოდე მაშინ არ გვანთ ინფორმაცია და ვერ წარმოედგინა ტიპს რომ თბილისის დინამო თამაშობდა 80,000-ზე სტადიონზე. მაკხელსა რატო გაქთარო ვიყავი აქია აჩისთან სოფლიო ჩემპიონატის ეგიდით შენც ხო იყავი და მეც დამიძახეს და ისამობდა რეზიანბობდა რომ რომელიღაც უელსელმა თქვა არ მახსოვს რაშის შვილმაო თუ ვიღაცამ რომ სადღაცო ჩავედითო რაღაც ქვეყანაშიო ვაფშე არ ვიცოდი რა ქვეყანა იყო და ბრაზილელები თამაშობდნენ და გამოგვიშვეს ტრაქშიო შეჩემ ანუ 5-0 მოგვიგოსო და სად ვიყავი თუ არ ვიციო რა იან რაში გარისპიდი ნეველსაუთჰოლი და რაღაცა გიგზი გიგზი არ იყო მაგ თამაშზე არ იყო გიგზი მაგრამ სად ვიყავი თუ არ ვიცითო და ანუ რო ჩამო გუნდში რა შოთისთან და ვიღაცასთან რა ენჯერში თამაშობდა ვიღაცა და კაროჩე ანუ ვაფშე სად ვიყავითო მაგრამ 5-0 მოგვიგესო გამოშტერდითო იმენა რა პირველი შესაძლებელი იყო საქართველოსი მაშინ. დაახლოებით რამდენიმე წლის მერე იყო კრუზეიდერსის ამბავი რა. და მოუგეთ 5-0 თან აქ ტრაქში გამოვიშვით ეგენიც. და მაშინ დელი დინამო ძალიან კაი გუნდი იყო. უბრალოდ დაახლოებით სასტავი რა. ხო და რა მე მგონია რომ პერსპექტივა ეხლა წაერთ და ლარნესაც წესით ამ ლარნესთან მე მგონია რომ 5-1 მოგვიგია. მე მგონია რომ ფავორიტი უნდა იყოს თბილისის იბერია და ლარნეს ეტაპი თუ გადავლახეთ, რაც იმედია მოხდება. გარდა იმისა რომ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადის იბერია, კონფერენს ლიგის ჯგუფს ინაღდებს. ეგ არის და ძალიან მაგარი ამბავი რა. ხო, 2004 წლის მერე მეორე შემთხვევა იქნება ქართული გუნდი რომ წახვალ და თამაშს უყურებ რა ვიღაცა ჩამოვა და დაждები და ეხაც მომინდა სტადიონზე წასვლა ესენ გოლების ავტორები ნახეთ.
დინამო თბილისის კრუზეიდერს იაშვილმა გაიტანა 2 ალექსანდრე მუჯირმა 2 და ხომერიკმა და პლუს ანჩაბაძე გააგდეს კიდე ჩვენგან და იქიდან ვიღაცა ბაქსტერი ვინმე ბაქსტერი იჩხუბეს ეთქო კვარცხელია მითამაშაში მართლა პატრი გამოსულა ცვლილებაზე გოგიჩაიშვილის მაგივრად აი სასტავი როგორი იყო ზოიძე კალაძე დიდავა მაჭავარიანი გოგიჩაიშვილი კიკნაძე ანჩაბაძე გააგდეს იაშვილი ცკიტიშვილი ჩხაიძე და მუჯირი და ცვლილებაზე გამოვიდა ალექსიძე კვარცხელია და ხომერიკი ლარნი გავიდა 25 კონფერენციის ლიგის ფაზაში. მართლა? ხო. ერთი გენს მოუგეს დანარჩენი ყველა წავიდა. არა, გავიგე ხა, ყველა გავიდა, ყველგან შეჩემო ეგ არ არის არცნობელი ლინკოლნი გავიდა, იმის გიბრალტარის შეჩემო და ეხლა ლარნი თუ ვითამაშებ და იმას. არა, ჩვენც ნო ვითამაშოთ უკვე რა. აუ, რანაირად გავიდა? იკაიფ რანაირად გავიდა, აი ლარნი როგორ მოხდა კონფერენციის ლიგის იმაში. ჩემპიონთა ლიგაზე პირველივე ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის პირველივე ეტაპზე წააგეს რიგასთან. 4-0 და 3-0, 7-0 წააგეს ჩვენ. მოსკოვო ტრაქში გამოიწვა რიგამ, ხო? მერე გადავიდნენ ხა პირველ ეტაპიდან გავარდნენ კონფერენციის ლიგაზე, სადაც გაუმართლად და გამოტოვეს ისა. მეორე ეტაპზე უნდა ეთამაშდას კარად და გამოტოვეს მეორე ეტაპი. დააჯიდნენ პირველ მესამე ეტაპზე. შეხვდნენ კოსოვოს ბალკანის, მე მგონი ვიღაცა მოიხსნა თუ რაღაცა იყო რა. ბალკანის შეხვდნენ კოსოვოსი და 0-1 წააგეს, 1-0 მოიგეს და პენალტებში გააგდეს. და მერე პლეიოფში შეხვდნენ ლინკოლს, გიბრალტარის, მოუგეს 3-1 წააგეს 2-1. ანუ ბალკანისთან პენალტებში მოიგეს. ანუ კონფერენციის ლიგის პლეიოფში ჯგუფში ტიპები შევიდნენ, იმიტომ რომ ბალკანისთან პენალტებში მოიგეს და ლინკოლს მოუგეს 1-1 2 მატჩში ჯამში. გიბრალტარის შეჩო. ეს აგეს ყველა და გენტს როგორ მოუგეს ამათმა პროსტო მე მაგას ვერ ხვდები შეჩო. აი გენტსაც დარხეული ქონია ეთქობა. გენტი ანა დაამარცხეს. შარშან კონფერენციის ლიგაზე ეს ლარნე აუდას შეხვდა ლიტვის და პენალტებში მოუგო, მერე პლიშტინას შეხვდა კოსოვოსი და პენალტებში მოუგო და მერე სანტა-კლარასთან გავარდა. ხო, პენალტებში იგებენ გიჟებივით, შეჩემ, რამდენი პენალტის დაყვა ევრო ტურნირებზე რა უბედურება. წელს ჩემპიონთა ლიგაზე სან მარინოს ტრეფიორის მოუგეს 2-1 და 1-0. ანუ სან მარინოს გუნდმა გაუტანა გოლი, შეჩემ. სან მარინოს კლუბმა გაუტანა გოლი ბიჭო. არა, არ მინდა ხა დავაკნინო და ისე გამოვიდეს რომ ქართულ გუნდებს უკეთეს შედეგები აქვს მაინც ამას, მაგრამ რავი, აი რამე თუ გინდა მართლა გუნდისაც რამდენი შეჩემ 17 შოტლანდიელი თამაშობს და 2 შოტლანდიელი და 3 ირლანდიელი და 1 გიბრალტარელი მაგუც უნდა მოუგო რა. იბერიაზე დიდი არის ხოთაშო. იბერია თუ 1999 წელსაა დაარსებული, ეს არის 1899-ში. მაგრამ იბერია ხო არის სამგზის ჩემპიონი საქართველოს. ესეც სამგზის ჩემპიონია შოტლანდიის ძმა. აი? ვედავშენ. 127 წლისაა გუნდის ეჭვმა რამდენიმე კომენტარი იყო ბოდიში 1 დარტყმა და 27 ბიჭო რატო გიждდები არა ლარნეზე მოშვები რა იცოდი იბერია მაგიყვანოს და მიაწოდე ინფორმაციულობ გავიგო რადონის გუნდია ეხლა აი შეჩემო მიხამძღვანელო ხო ჩაყვა ლარნეს დაარსება რომელსაც დაარსდა ხო მითხრა არ მაინტერესებს ეხლა სტატისტიკას მე მომნებო რომ რამდენჯერ დაარტყეს სან-მარინოს ტრეფიორიმ გაუტანა გოლი და სახში წააგეს ცვენა ზვეზდასთან 4-0 1-27-ზე იყო დარტყმები და 0-15-ზე კარში დარტყმები არგენტინას არ ქონდა ესეთ შედეგი შეჩემო არგენტინას ქონდა უკეთესი ისა სტატისტიკა 15-0-ზე არგენტინასაც 11-0-ზე იყო ზმაო და აქ 15-0-ზე არის 27-1-ზე შეჩემა კუთხური მოუწოდა 8 იმენ 0 აი ამ გუნდს უნდა მოუგოს იბერიამ გავიგენ რატო გიჩნდება სრული პროსტო რა იგივე მაინტერესებს ბიჭო სრული იმიტომ ისე რომ მაინტერესებს რა წირი ინფორმაციაც გამაჩნია ხო არ უყურებ ლარნესთან აი და გადაცემა გამოიტანო რადონის გუნდია ეხა რო ეძებ შეჩემა ვილოპარაკო ჯერ სალაპარაკო რაც არის და მე ტორპედოს იმაზე მაინტერესებს შენი აზრი განცხადებაზე და რა განცხადებაზე თქო აი ის ჩვენი პროდიუსერი გაგვაცნობს ერთი ზუსტად რა ხდება მაინტერესებს ბატონო ივანე საცავით ჭამს დავიდა ტუალეტში პროდიუსერი ჭამს იბანავა სპერე და ბატონო ივანე ძალიან გთხოვთ პირსახოცი მოიფარეთ და 2 წამი რომ მოყვიდეთ გვაინტერესებს ტორპედოს